ბიჭო, ძალიან ბევრი კომენტარი მხვდება მაილიგასთან დაკავშირებით. მოდი გადავიღოთ. მოგესალმებით ძმებო, მოგესალმებით. როგორც უკვე ნახეთ, გამოვიდა iFootball 2026 და დავიწყებ მეც ახალ მაილიგას, ახალი გუნდით და რა თქმა უნდა, ეს ის გუნდია, რომელიც არ მევასება, მაგრამ ბევრი ითხოვდით ამ გუნდით მაილიგის გადაღებას და ვიღებ ძმაო, არ არის პრობლემა. PSG-თ ვიწყებ მაილიგის გადაღებას და იმედი მაქვს მოგეწონებათ. მაილიგის ვიდეოები ძალიან მოგწონთ, ვიცი და ამიტომ თქვენი ხათრით, თორე მე საერთოდ არ მეხალისება PSG-თ მაილიგის დაწყება. მოკლედ, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარზღლაკი, ნახოთ აბა ბევრი ითხოვდით და ნახოთ აბა რამდენი ლაიქი ექნება ამ ვიდეოს. Here we go. წავიდა, დავიწყეთ. Okay, დავიწყეთ match day 1. პირველი მატჩი მაქვს მეცის წინააღმდეგ. აი ესეთი გუნდები, მე ჰაურესთან, ენჯერსთან და მონაკოსთან მაქვს შემდგომ კი მატჩი, მეოთხე მატჩი. კი ბატონო, არ არის პრობლემა. კაი, ესე გამოიყურება ჩემი გუნდი, დავაყენე უკვე, ესე რომ ვთქვათ, მაილიგის შემადგენლობა, ლუის ენრიკეა, წვრთნელი, უბრალოდ ლიცენზირებული არ არის და კვარა 99-იანია წესით 100-იანი თუ 101-იანი უნდა იყოს იდეაში. მაგრამ ლუის ენრიკეს რა ვქნათ ახლა მეტი ბუსტერი არა აქვს ძმებო. რა გავაკეთოთ? დავიწყოთ პირდაპირ, მოდი. ლეგენდაზე და გავხსნათ მაილიგა. Okay. კაი ბატონო, ხმის დაწევა რა თქმა უნდა დამავიწყდა. Okay. ჩემ სტადიონზე არის თამაში, კოქსონა არენა. ესე მაქვს მოწყობილი, ჩემი სტადიონი და ვინ არის აბა ხოძე, აუპა დეზირე დუე არ არის ხოძე, ბრედლი ბარკოლათი მომიწევს მაშინ თამაშის დაწყება. აი ესე და კვარა გადავიყვანოთ იქი და ბარკოლა იყოს აქეთ. ბარკოლა როგორც ჩანს right wing-ზე ვერ თამაშობს. Let's go. წავიდა. აბა გავხსნათ მაილიგა, გავხსნათ. პროსტა ეს ძალიან დიდი ხანი რო იტვირთება, ეს არ მომწონს რა არის, რა უბედურებაა. მალე, ეგ არის. ძალიან ლამაზია, ლამაზი არის როგორც ასეთი, მაგრამ მოდი, აი, ეს რა ქვია მაგას მთლიანობაში რო ვთქვა, რა ვიცი, განახლებაზე რა გითხრა ძმებო აბა. გამოვიდნენ გუნდები, ხედავთ, კიდევაც ამ ანიმაციას, ძალიან კარგი ანიმაციაა. და იწყება ლიგის პირველი თამაში, დადებს რომ მოახერხებს რომ PSG აიღოს და მოიგოს მაილიგა პირველ სეზონში. როგორც ხედავთ, გადაჭედილია სტადიონი. ემზადებიან ფეხბურთელები. ხო, კიდე ნომრებსაც შეუძლია აუცილებლად, იმიტომ რომ კვარას დავინახე რაღაცა სხვა ნომერი ქონდა. Okay. კაი, დავიწყოთ, კი ბატონო. აქ ეგრევე შეტევაზე არ გადავალ, ჯერ დავაკვირდები, როგორ რანაირად თამაშობს PSG და იმის მიხედვით ვიზამ რა მოკლედ. სხვა სასაშველი თუ არ იქნა, რა თქმა უნდა, გადავალ შეტევაზე და შეტევით ვთამაშები. აქ რა შეცდომა, ბრედლი ბარკოლა, დემბელე, ჟაუნევეში, ვიტინია, ჟაუნევეში ისევ, ბარკოლა, ბრედლი, ლუკა ერნანდესი, ფეიქშოთი, ბრედლი ბარკოლა, ვიტინია, კარგი მოტრიალება, ფაბიან რუისი, კარგი იყო ფაბიან რუისი, დავარტყევინოთ და 1-0 სეზონის პირველ მატჩში გახსნა ანგარიში ფაბიან რუისმა. მატჩის მერვე წუთზე, არ გამჭირვებია როგორც ასეთი, მაგრამ თქვენ როგორც იცით წინა სეზონებიდან მაილიგას კარგად ვიწყებ და მე ცუდად ვამთავრებ, ამიტომ მაინც და მაინც მოდი ნაადრევად მაინც ვიზეიმებ, განმეორებით ეს ეპიზოდი. კარგად მოტრიალდა ფაბიან რუისი და მოახერხა კიდევაც გატანა. მერვე წუთზე PSG დაწინაურდა მეცის წინააღმდეგ. ნახოთ რა თქმა უნდა ტრადიციულად ეს მეცი რას იზამს და მოახერხებს თუ არა გათანაბრებას ამ მატჩის მოგებას და ნახოთ რა იქნება, როგორ იქნება. გადმოვიდნენ ზუსტად ისინი შეტევაზე. ჟაუნევესი კარგად თამაშობს აქ, ვიტინია, უსმან დემბელე, ბალონდორის ვინერი, აშრაფ ჰაკიმი, მარკინიოსი. ხო, მარკინიოსის ხალხო, ეხლა ნახეთ როგორ რაღაცა რა, მარკინიოსის ბრაზილიის კარდი კი მაქვს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ხო თამაშობს PSG-ში, ხო? PSG-ს ფეხბურთელია. ამიტომ არაფერი ისეთი რა, არაფერი განსაკუთრებული, ხო. აი აქ კვარა 11 ნომერია, რა კარგად მოტრიალდა ახლა, ჩაწოდება საჯარიმოში. მე პირდაპირ მეკარე მაიღო ხელებში. ხო, და იმას ვამბობდი, რომ ეხლა ქვეყნის კარდი და თუ იქნება თუ PSG-ს კარდი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. რას მთავარია ხო რეალურად ხო თამაშობს PSG-ში, ხო? და ამიტომ
ვათამაშებ რატომაც არა. კაი, აქ კარგი პასი იყო. აბა. ნახოთ ერთი მატჩაპი როგორ მოქმედებს F-ფუტბოლ 26-ში. ნუ, ოკეი. პაჩო ჰერნანდესი, ფაბიან რუისი გაუყოლოთ ჟოაუ ნევესს, ვიტინია, უსმან დემბელე, კვარა. კარგი გაყოლება დემბელეს მიმართულებით, რა კარგი პასი იყო ეს და უსმან ხო 58 წუთია. აბა აქ კარგი შეტევა აქვს ახლა მეც. ოპა, კარგი პასი. აქ როგორ გამექცა? მიდი ტევერნაძის, ვაიმე დამერხა. არა! შენ გენაცვალე, მე რა ბურთი მოხსნა. ბრავო, ჟოაუ ნევესში, ბრედლი ბარკოლა. აბა წამოვედით. ბრედლი ბარკოლა. რა კარგად გამიშვეს. ბარკოლა ჩახვევა, არაფერი განსაკუთრებული. არა, გრძელდება თქო ჩვენი შეტევა თქონდა მეთქვა, მაგრამ არა, ოპა, აქ რა შესტომა? დემბელე, რა კარგი პასი, კვარა! 2-0, ხვიჩა კვარაცხელია. 66 წუთზე 2-0 გახადა ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც 11 ნომერია და რატო არ ვიცი, მაგას შევცვლი მე რა თქმა უნდა შემდეგ ეპიზოდში ძმებო. და მოდი განმეორებით ვნახოთ ეს მომენტი, რატომაც არა, ნუ ლუის ენრიკეს აქვს კარგი ესა quick counter რა, ანუ სწრაფი შეტევა რა. და მინდა რომ მაქსიმალურად ეგ გამოვიყენო აი ყველა ვარიანტში რა, ხო ხდებით? ამიტომ დამეხმარა ამ მატჩში ეს quick counter-ი ლუის ენრიკესი. და ნახოთ აბა, ნუ 2-0-ია ანგარიში და ნახოთ აბა გავზრდით თუ არა ისევ ამ ანგარიშს, უფრო და უფრო. რაც უფრო მეტი იქნება, მით უფრო კაი იქნება, რა თქმა უნდა, თავისთავად. 92 წუთი ამასობაში ვიტინია რა კარგია, ვიტინია მიიწევს, მიუახლოვდა საჯერიმოს, თლა შევიდა საჯერიმოში თქო უნდა მეთქვა, მაგრამ მიუახლოვდა მხოლოდ. მაგრამ გამოიტანეს ბურთი მაინც. გრძელდება ჩვენი შეტევა, ფაბიან რუისი. აბა, ფაბიან რუისი. გავიგდოთ. მოდი გავჭიმოთ ერთი ფაბიან რუისი. 3-0 ნადგურდება მეცი. აბა რა, ფაბიან რუის. აი ეს გულები ყველას თქვენ რა. ოკეი. აი, 3-0. შვენიერი, იდეალური გადასარევი, გენიალური. მოდი განმეორებით, ნახოთ ეს მომენტი რა თქმა უნდა თავისთავად და ფაბიან რუისის იმენა გაჭიმული. საჯარიმოს გარედან 3-0 ნადგურდება მეცი. კვარა აქ. ნუ იდეაში დასრულდება, მალე 4 წუთი დაამატა და მალე დასრულდება პირველი მატჩი და იმედი მაქვს ახლა მშრალად შევინარჩუნებ კარს. ოკეი, ნუ ლუკას ერნანდესი კარგი იყო ამ მომენტში. მაგრამ თუმცა აუტი მეცისია, მეცი მოაწვის ამაუს. რატომ მე ვაენა რა მჭირს? კაი. ბოლო შეტევა ალბათ კი ბატონო, დამასტის. ნახოთ აბა, ბარკოლა არა. არაფერი განსაკუთრებული და 3-0. შვენიერი სტარტი. ძალიან კარგი. ფაბიან რუისი გახდა ამ მატჩის MVP, იმიტომ რომ დუბლი შეასრულა მან. აი 10 დარტყმა და მხოლოდ 3 გოლი. კი ბატონო. აი, ბრედლი ბარკოლაც გაძლიერდა. აჰა, ოკეი, ეს მწვრთნელის ავიღე. ამორი თუ რა ქვია ამას. კი ბატონო, რა 3-0-ია, ჩემი დედასპიცა ვარ. კაი, 3 ქულა პირველ ადგილზე ეგრევე. ნუ მეორე ადგილზე ლიონი მოყვება. მიქაუტაძის გუნდი მოყვება, ჟორჟის გუნდი მოყვება და რა თქმა უნდა, ჟორჟის გუნდსაც მალე შევხვდები. ოკეი, ჰარვე თუ რა ქვია ამ გუნდს, კაროჩე ამ გუნდთან მაქვს შეხვედრა. და უკვე იმათ სტადიონზე მეორე ფორმით, კი ბატონო, ეს ლიცენზირებული ძალიან კარგი ფორმა. კიდევ ისევ არ არის ხოძე დეზირე დუე, ამიტომ მომიწევს ბრედლი ბარკოლათი თამაში. ნუ ხო რა, ეგრე მომიწევს იდეაში. მოდი ესე. და ბრედლი ბარკოლა დავაყენოთ აქეთ ორი წამი, აი ესე. და ხვიჩას შევცვალოთ ადგილი. კი ბატონო, ეგ არის. კაი. კიმპემბე შემოვიყვანე და ბრედლი ბარკოლა შემოვიყვანე, ამიტომ ნუ არ აუშავს ახლა არ წარმოადგენს ეს პრობლემას, რა თქმა უნდა, დეზირე დუეს თუ არ შეუძლია თამაში. ბრედლი ბარკოლაც მშვენიერი ფეხბურთელია, მშვენიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია და ნუ ნახოთ აბა დღეს რა სიზამს ბრედლი ბარკოლა წავიდა, დავიწყეთ აბა. ნუ პირველი ტაიმი დასრულდა 0-0 სამწუხაროდ, ვერაფერი განსაკუთრებული, დაიწყო მეორე ტაიმი ბრედლი ბარკოლა, აბა ეხლა მე ერთო ჩემო ის რა კარგი გადაცემაა დემბელესე 1-0. ბრედლი ბარკოლა, ღმერთო ეს რა პასი იყო. აი ეს არის ის მომენტი, როდესაც გოლზე მეტად. აი ნახეთ, შეხედეთ უბრალოდ. გოლზე მეტად ასისტი არის
უფრო ლამაზი რა პასი დემბელეზე და ნუ დემბელე ახლა აქედან რავი ან გაიტანა ან ვერა, მაგრამ ნუ საბედნიეროდ გაიტანა. და დაუფასა ბრედლი ბარკოლას ეს უბრწყინვალესი პასი. შეხედეთ უბრალოდ. აი, დახატა ბრედლი ბარკოლამ. არ აქვს მშობა, არ არის პრობლემა თუ არ არის დეზირე დუე, სამაგირო ჩვენ ყავს ბრედლი ბარკოლა. ძალიან მაგარი ახალგაზრდა ფეხბურთელი. ბრავო, 1-0 გაიხსნა ანგარიში და ვაჰ, ძალიან მაგარი გოლი იყო. ანუ გოლი რა, ძალიან მაგარი ასისტი იყო, თორე გოლი ახლა ისეთი არაფერი განსაკუთრებული. ოკეი. ძალიან კარგი იყო. ვიტინია ამასობაში კვარა. აბა ხვიჩა. დაიძრა ქართველი. მოუტრიალდეთ. კარგი პასი ჰაკემის მიმართულებით ფაბიან რუისი კარგი იყო. მოდი გავაჭიმინოთ ერთი ფაბიან რუის. ნუ არ იყო ეს რაღაცა კარგი დარტყმა სამწუხაროდ. და გრძელდება ახლა მათ დარჩათ საბოლოოდ ბურთი. 3 წუთი დაამატა და მხოლოდ დემბელეს გოლით ვამარცხებ ამ გუნდს. აბა დემბელე! ბიჭო, კუთხურია? ვერტამი. კუთხურია თუ კარგად დარტყმა. არა, კუთხურია. აბა ბოლო კუთხური. აი ეს ვერ დავამუღამე, ეს რა უბედურება, ჩემი დედასპიცა ვარ 2 წამი. მიცა ესე თუ რანაირად უნდა ვერ დავამუღამე ეს კუთხურები და ჯარიმები რა არის ეს რა. კიმპემბე, მაესტრო კიმპემბე და ნუ დასრულდა 1-0 დემბელეს გოლით. ნუ რა თქმა უნდა დემბელე გახდა MVP. ბრედლი ბარკოლას ბრწყინვალე პასი და დემბელეს გოლით 1-0 დავამარცხე ეს გუნდი. კაი, ნუ კიმპემბე და ბარკოლა გაძლიერდნენ, 91-მდე ვერ ავიდა ბარკოლა ავერა. ნუ კაი, არ აუშავს. ნუ ეს რაღაცა ავიღე, არ მინდა, მადლობა. თქვენი იყოს. და შემდეგი მატჩი უკვე ენჯერსთან, ხო, რავი. აი ძალიან დიდი ბოდიში ძმებო, თუ გამიჭირდება ამ გუნდების სახელების წარმოთქმა, იმიტომ რომ ნუ მოხდებით რა. კაი, ნუ დავიწყოთ პირდაპირ ეს მატჩიც. ნახოთ აბა ვის სტადიონზეა თამაში. ჩემ სტადიონზეა, კოქსონა არენაზეა თამაში. მშვენიერი ძმაო, მშვენიერი. არაფერს არ უწუნებ. დეზირე დუე ხოძეა, კი ბატონო და ბრედლი ბარკოლას ხოძე არის, მაგრამ ნუ მოდი დეზირე დუეს ვათამაშებ, იმიტომ რომ ორი მატჩი ისედაც გამოტოვა დასაწყისში. და ამიტომ მირჩევნია რომ ამ მატჩში ითამაშოს დეზირე დუემ. ბიჭო, ჩაიტვირთე. აი ეს გამოსulis ანიმაცია რო დააყენეს, კი არა დაამატეს. ეს ძალიან კარგია, რომ ესეთი ანიმაციები არის, მაგრამ ანიმაციები რა თმინდა, თუ გეიმპლეი არ მომეწონა, ანუ გეიმპლეი თუ არ ისე ვთქვათ, ჭყალებში ვიკაიფე, რა თმინდა ანიმაცია. კაი, დავიწყეთ. მე 17 წუთი და რავი, ჯერჯერობით ისინი ათამაშებენ ბურთს, არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ ხდება. პაჩო, მიდი ახლა რა საკეთებ? ბოლომდე, კარგი ხარ, პაჩო. პასი ვიტინიაზე, გავუყოლოთ დეზირე დუეს. აბა დეზირე. 10 ნომერია დეზირე დუე. 10 ნომერი. რა კარგი პასი დემბელესკენ. აბა ხვიჩას გენაგდება და ეგარი. აი ესე, ძალიან კარგი. კარგი გათამაშება იყო, კიდე კარგი დემბელე მიქ პასი მოასწრო, კიდევ კარგი. თორე საერთოდ გავყიდ დიდი ამას. საღოლ, ძალიან კარგი პასი იყო, ძალიან კარგი გათამაშება იყო, ესე რომ ვთქვათ. და 23 წუთზე ხვიჩა გვარაცხელია ხდება გოლის ავტორი, პროსტა მეკარებში. ნუ ხო, ძმებო, რა თქმა უნდა, ტრანსფერებსაც განვახორციელებ აუცილებლად და ხო, რა ტრანსფერებსაც შემოგთავაზებთ, უბრალოდ კომენტარებში თქვენს დამიწერეთ, ვინ დავიმატო და ანუ ოღონდ ცოტა ისეთი რა, აი რეალური ტრანსფერი რა. ფაბიან რუისი, უსმან დემბელე, ვიტინია. პასი დუეს მიმართულებით. დუეს რა კარგი პასი დემბელეზე, ბიჭო, რა კარგი პასები გადის, ხო არ გადაო დემბელე. კიდევ კაი ეს რო გაიტანა, კიდევ კარგი, იმიტომ რომ წინა მატჩი უფრო სწორედ აი ესეთი 1-1-ზე იყო და ვერ გამოიყენა ეგ შანსი და ნუ აქ გაიტანა 2-0. დეზირე დუეს აქ კარგი პასი, რა კარგი პასები გადის, ხო არ გადაობს. არა, ეს აშკარად გამოასწორეს, ეს აშკარად გამოასწორეს. ანუ ახალი შეიძლება არაფერი არ დაამატეს, მაგრამ რაც იყო ძალიან ბევრი რაღაცა გაუმჯობესებულია, თუმცა აი დასკვნა რომ გამოვიტანო, მე ეს განახლება, ნუ აი ბოლომდე მაინც ვერ ვიკაიფე ამ განახლებით რა, როგორც ვთქვი. ხო და აი ძალიან ბევრმა მინდა წინა ვიდეოსაც გამოვეხმაო ძმებო, ანუ წინა ვიდეოში როდესაც გავაკეთე განახლების განხილვა, ერთი წამი ფარდა თუ შეიძლება. განახლების განხილვა როდესაც გავაკეთე წინა ვიდეოში,
ძალიან ბევრი ისეთი კომენტარი მოყვა ამას, რომ ანუ რას ხედავ ამ განახლებაში კარგსო, ანუ მომწონსო განახლება რო ამბობთ და სად თქვი რომ განახლება მომწონს მეთქი, ანუ ლაივებში ყოველთვის კონამის ვაურო, ანუ რაღაცა ახალი დაამატო და რაღაცა მეთქი, მაგრამ ბიჭო, მე თქვი რომ ანუ მომწონს თქო, იცით რაზე ვთქვი ძმებო? აი იმ კონკრეტულ რაღაცებზე ვთქვი რა, მომწონს მეთქი რა, აი მაგალითად, თუნდაც აი გახსნის ანიმაცია თუნდაც ვთქვათ, ან რაღაცა აი ესეთი რაღაცა პასები და რაღაცები რო გამოასწორეს, აი ეგეთ რაღაცებზე ვთქვი, ანუ კონკრეტულად იმაზე ვთქვი რომ კარგია თქო, თორე განახლებაზე ვაფშე არ მithქვამს რომ ანუ კარგია და საუკეთესოა პირიქით, რავი, ამაზე ნაგავი განახლება, რავი, ბოლოს ალბათ 22-ში იყო. ხო, რავი. ამასობაში პირველი ტაიმის დამთავრდა. 40-60-ზე ბურთის ფლობა. და ნახოთ უკვე მეორე ტაიმში რა მოხდება. ხო და ძალიან გთხოვთ რა, მსგავსი კომენტარებისგან შეეკავეთ თავი, იმიტომ რომ ანუ რაც არიცი და რაც ნორმალურად არ გაგიგიათ, მაგას ნუ ლაპარაკობ, ძალიან გთხოვთ, აი თხოვნა მექნება მართლა. 62 წუთი. კარგი პასი კვარასკენ. კვარა კარგია. კვარა იდეალურია. კვარა! ხვიჩა! ბრავო! რა კარგად ჩაატარა და რა კარგი გოლი გაიტანა. აბა რა. აბა რა. განმეორებით აუცილებლად უნდა ნახვა ეს მომენტი. განმეორებით, აი ყველა ვარიანტი მჭირდება ამ მომენტს განმეორება. შეხედეთ, აი ესე გაჩვენებ თუ გინდათ, რავი. კაი, ხო გადავ რა იყო. კარგად ჩაახვია, ხვიჩამ მოკლედ ძალიან კარგი გოლი გაიტანა. ძალიან კარგი გოლი. რა თქმა უნდა, აი აქ პასი, შემდგომ ხვიჩას მარსელი თარნი, აქ ისევ დაბლ თაჩი და შვენიერი ჩახვევა. ვაუ, ვერაფერს ვერ ვიტყვი ძმებო, ვერაფერს ვერ ვიტყვი. ძალიან კარგი. 3-0 ნადგურდება ენჯერსი, ხო, რავი, ეს გუნდი რა, მოკლედ რა. აბა მარკინიოს გაყოლება დეზირე დუესკენ ძალიან კარგი. დეზირე დუე. აუ, დეზირე დუესგან მინდა გოლი ეხლა რა. ანუ ბარკოლამ გაიტანა? არა, ბარკოლამ ასისტი მიიწერა. კვარას და დემბელის აქვს მხოლოდ გატანილი და ფაბიან რუის. არც აქ ყვითელ ბარათს მიიღებს უეჭველი ხვიჩა. კი ბატონო, ნუ წითელს გადაურჩი, მაგრამ ყვითელი ბარათი მიიღო. ნუ არა, დამსახურებული იყო, ეხლა ეს ჩემი ბრალია, რა თქმა უნდა, თავისთავად. ნუ 3 წუთი დაამატა და აქ ახლა უკვე მოახლოდნენ ჩვენ საჯარიმოს. აბა, ფრთხილად აქ. ვახ, კარგი იყო. გრძელდება ისევ მათი შეტევა. ჩაწოდება დარტყმა, ბიჭო! ეს მეკარე რა ბურთებს იღებს და 3-0. ბრავო, ხვიჩა გახდა მატჩის MVP გახდა. ძალიან კარგი. მეკარე, ანუ დონარუმა იყავი ძმა სადაც ხარ? წადი კაცო, არ არის პრობლემა. ძალიან კარგი ბურთები მოხსნა ამ მეკარეს, აი ცუც ვერაფერს ვერ ვიტყვი მართლა. ნუ შემდეგი უკვე ქიმატჩი წავიდა მონაკოს წინააღმდეგ. აბა მონაკოს წინააღმდეგ ქიმატჩი ჩემი მტერია იცი ძმებო. ქიმატჩი არის ჩემი მტერი, თან მათ სტადიონზეა თამაში და ოპა, დეზირ დუე არ არის ხოძე. მე მეგონა რომ იქნებოდა ხოძე, მაგრამ სამწუხაროდ არ არის, იმიტომ რომ მისგან მომენტები მინდოდა იდეაში. მაგრამ, ნუ სამწუხაროდ ვერ. კაი, დავიწყოთ აბა ქიმატჩი, დავიწყოთ და შეგახსენებთ რომ დაალაიქო ძმებო ეს ვიდეო და გამოიწეროთ არხი ყველა ვარიანტში. მადლობა ყველას წინასწარ და ხო, ფაბიან რუისის ეს ნაჩვენები გული, ეს ყველას თქვენ ვინც არხს გამოიწერთ და ვინც არ გამოიწერთ, მაგათაც აი. კი ბატონო, დავიწყეთ ქიმატჩი, ძმა. ქიმატჩი ვხედავთ ფეხბურთელებს რომ გამოდიან ისინი, ეს ლიგა 1-ის ბანერიც რავი ძალიან კარგი, ანუ იდეაში, ანუ იცით როგორი ტიპი ვარ, აი დეტალებს უღმავდები რა, აი დეტალებს ვაკვირდები ყველაზე მეტად რა. და აი მაგიტო მომწონს ეგენი, თორე არაფერი ეხა ისეთი რა, მოხდებით. კაი, ოკეი, ნუ ეს გადავსებული სტადიონი. ანუ ბევრი მეკითხება რომ ესეთი ისა ცარიელი როგორ დააყენეო ძმებო და გეტყვით. უბრალოდ გრაფიკებს დაუწიეთ ბოლომდე. და ესა რა ქვია მაგას ფეხბურთელების გრაფიკებს აუწიეთ მაღალზე რა. და ეგ არის რა. 42 წუთია, ნუ დაძაბული თამაშია მართლა, 0-0 აჯერჯერობით, მაგრამ აი არ ვიცი მე აი ისე ჩუმად ვიყავი ამის თამაშის დროს რომ მეტრი არ შეიძლებოდა ბა ფაბიან რუისი რა კარგი პასი ბრედლი ბარკოლასკენ მიდი ბარკოლა აბა რა მაინც გაიტანა ბრედლი ბარკოლა მაინც 0 წუთი იყო დამატებული და მაინც შეაგდო აი მაინც მინდა შეტენა ბოდიში და თქვენთან ძალიან დიდი ბოდიში თქვა სიტყვისთვის შეტენა რასაც ქვია ვახ აუ იქ რა კარგი პასი იყო ბიჭო ფაბიან რუისი იყო ხო მე მგონი ფაბიან რუისი იყო რა პასი და ნუ ერთი ძელს მოხდა მაგრამ
პარკოლა მაინც მოიცა skillful გოლი გაიტანა? ანუ ქუსლი თუ რაღაცით გაიტანა 2 წამი? ზამი, აუ რა ცუდი კადრია. აუ ვერ ნახე ნორმალურად. კაი, ნუ არაუშავს. რა მნიშვნელობა აქვს ხლა მაგას? რას მთავარია 1-0 კი მატჩი მონაკოს წინააღმდეგ PSG-მ გახსნა ანგარიში და ნუ პირველი ტაიმიც კიდე ასრულდა 1-0 და ნახოთ უკვე მეორე ტაიმში რა იქნება 51-59-ზე ნუ თითქმის თანაბარი ბურთის ფლობა, ასე რომ ვთქვათ, ძმებო. და მოდი დავიწყოთ მეორე ტაიმი პირდაპირ. აბა წავიდა გავათამაშეთ და ნახოთ აბა მოვახერხებთ თუ არა მეორე გოლის გატანას აქ ისე ვიგივე მინდოდა რომ გამეორებინა, მაგრამ ეხლა სულ ვერ იქნებაო ეგეთიო, სულ ვერ იქნებაო. 64 წუთი. აბა ლუკას ერნანდესი, ნუ არაფერი განსაკუთრებული, მათ დარჩათ მაინც ბურთი მონაკოს ფეხბურთელებს. ლუკას ერნანდესი კარგი იყო ამ მომენტში, კვლავ გავყოლოთ, მოდი დემბელეს რა კარგი პასია ღმერთო, რა პასები გადის და ნუ მადლობა ღმერთს რომ ესეც გაიტანა. მადლობა ღმერთს რომ ესეც გაიტანა დემბელემ. 2-0, 68 წუთზე დემბელე ხდება გატანილი გოლის ავტორი. კი ბატონო, კი ბატონო. ნუ ეს კი მატჩიც მე მგონი დიდი ალბათობით მოვიგე რავი რაღაც ისეთი სასწაული თუ არ მოხდა აქ. ბიჭო, ძალიან მაგარი პასები გადის, აი მართლა რა. აი არ ვიცი. კარგი პასები გადის ძალიან რა. ან მე ვთამაშობ უკეთ, ან პასები გადის ესეთი კარგი. კაი, ნუ რა მნიშვნელობა აქვს მაგას? რას მთავარია ტაბლოზე 2-0-ია, PSG 2-0 ამარცხებს მონაკოს და ვაგრძელებთ რა თქმა უნდა. აქ შეცვლების განახორციელეს ამასობაში ხვიჩა. აბა, ყარა. ნუ არ გამომივიდა. სოლორანი. აბა, ფრთხილად აქ. ჟოაო ნევესი კარგია, შენურად თამაშობს, ყარა. აბა, ეხლა სად? აი, გავუყოლთ ვიტინიას. ვიტინია. აბა, მოდი. ჩავახვევინოთ ვიტინიას და ასისტი მიიწერა ხვიჩა კვარაცხელიამ. ვიტინია, აბა რა. ვიტინია ძალიან კარგი ფეხბურთელი, აი რაღაცა ისეთ კარგაურას მიტოვებს, ანუ PSG ხوار მევასება, მაგრამ კარგაურას მიტოვებს ატომღაც ვიტინია. ერთი ვიტინია და მეორე ნუ კვარა რა, ჩვენი მაინც რა თქმა უნდა დავისთავად. კი ბატონო, 3-0 ნადგურდება მონაკო კი მატჩში. ნუ რავი, ვერაფერს ვერ ვიტყვი მე განსაკუთრებულს, ისეც ვერაფერს ვერ დავამატებ. კი ხედავთ ტაბლოზე და ანუ თამაშაც კი ხედავთ თქვენ და რავი. თქვენ თვითონ განსაზღვრეთ ძმებო, ეხლა თქვენ თვითონ განსაჯეთ რაც აქ ხდება. კი ბატონო. 90 წუთი, 3 წუთი დაამატა მეორე ტაიმს არბიტრმა და აქ კვარა. აბა, გავუყოლოთ დემბელეს თქო უნდა მეთქვა, მაგრამ ეს პასი არ გავიდა სამწუხაროდ. მალე დასრულდება კიდევაც და ნუ 3-0. ძალიან კარგი, მშვენიერი, იდეალური გადასარევი, გენიალური. რავი, ვერაფერს ვერ ვიტყვი ძმაო და დემბელი გახდა მაინც მატჩის MVP. ნუ, ოკეი, კაი, ხო. არაფერს არ ვამბობ პირიქით. და ბრედლი ბარკოლაც მე მგონი 90-ზე გაძლიერდებოდა, ხო აწი? კი ბატონო, 90-ზე გაძლიერდა. ძალიან კარგი, კაი. ეხლა ნახოთ შედეგები ჩვენ. 2-2 ითამაშა ლიონმა. 12 ქულა, 10 ქულა. კი ბატონო. ნუ კარგი ძმებო. შემდეგი მატჩი უკვე ლორიენტის წინააღმდეგ, ხო? მერე აუქსერი, სტრასბურგი, მარსელი, კი მატჩი და მერე უკვე ლიონი. ლიონთან მომიწევს თამაში. მოკლედ ძმებო, მაილიგა დავიწყეთ. როგორც ნახეთ უკვე. ძალიან კარგი მატჩები ჩავატარეთ. განსაკუთრებით ბრედლი ბარკოლას პასი მომეწონა ყველაზე მეტად. თქვენ რომელი მომენტი მოგეწონათ, დაწერთ კომენტარებში, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი. გააქტიურეთ ზარზღლაკი და მე კი იზღარ ამშენია რომ დაგემშვიდობოთ. შევხვდებით შემდეგ მაილიგის ეპიზოდში. Bye bye.